ჰაიპერჩარჯები ოლის ეხლა უკვე ხტომა შეუძლია მისი ჰაიპერჩარჯით. მისი სუპერი კი მუსიკალური აფეთქების არეალი უფრო დიდია. ბაირონი კი როდესაც სუპერს ისვებს და ის მას მოწინააღმდეგეს ესვრის, მისი სუპერთაინთად მისი ძირითადი ტყვეები იფანტება გარშემო და ყველა მიმართულებით მიდის. ფინქსი გააქტიურებული აქვს დამატებითი სუპერ სერიალი მის გარშემო, რომელიც მას ყველგანთან დასდევს. ჯაიონგ სუპერს კი აქვს უკვე შემცირებული კულდაუნი ჰაიპერჩარჯის დროს და ყოველი სუპერი გაძლიერებულია ორმაგად. ჯუჯუ იხმობს უფრო დიდ გრის, რომელსაც აქვს უფრო დიდი ნემსები, მაღალი დიმეიჯი, მაღალი სიჩქარე და მეტი სიცოცხლეც. მიპლის სუპერი კი უფრო დიდ ტერიტორიას ფარავს და ახლა ის აძლევს მიფსას და მის გუნდელებსაც კედლებში გავლასა და წყლის ემოციარულს. ლარი და ლორი კი იძახებს უკვე მესამე ძმას, მესამე დამხმარეს, რომელსაც მასზე დიდი დიმეიჯი აქვს, მაგრამ გაჯეტები, რომლებიც მოქმედებს ლარი ლორიზე ვრცელდება, მხოლოდ ორიგინალ მოდელზე და არა ჰაიპერჩარჯიან მოდელზე. ტრანკის სუპერი კი ტოვებს ჭიანჭველებს მოწინააღმდეგეებთან, რომელიც დროთა განმავლობაში მათ ზიანს აყენებს. ჩრდილების სამყარო აქ არ არის, მაგრამ იმ ზიანით, რასაც ჭიანჭველები აკეთებენ, შენ მოწინააღმდეგეებს რეალური ჩრდილების სამყაროში გაგზავნი. და ამ განახლების შემდეგ უკვე თითქმის ყველა ბრაულერს აქვს ჰაიპერჩარჯი გარდა ჩვენი პემისა. ალბათ პემ შენსაც მომავალ განახლებაში მიიღება, ან არა. მოდი ახლა ბრაულ აკადემიის კიდევ ერთ სემეში დავბრუნდეთ. შეიძლება ეს სკინები დაინახეთ ძველი ჩატვირთვის ეკრანიდან. ჩვენ აქ გვხდება ბარლის პროფესორის სკინი, ფრანკენსტერნ ჩესტერის, ტრანტ პენისი და ჩერლიდერს როზასი, რომელიც დაბრუნდა. და შენ უკვე შეგიძლია Clash Royale-ში შთაგონებული მეთევზე ბაზის სკინი, Supercell ID-ის ჯილდოებიდან აიღო. ახალი უამრავი სკინები. ჩვენ კი აქ უკვე გვხდება AMZ-ის Brawl Pass-ის სკინი, რომელსაც ექნება რა თქმა უნდა 3 სხვადასხვა ფერი Brawl Pass პლუსში შეძენის შემდეგ. ასევე ჩვენ გვხედავთ Gem Master Hank-ის ასევე მაგარი სკინი, ასევე DJ Poco-ს სკინსაც ხედავთ, რომელიც იქნება Ranked-ის Hypercharge სკინი და ექნება ესეთი მაგარი ეფექტები. ასევე გვაქვს ეპიკური Subway Surfer სკინები მოვალ კოლაბში, გაიცანი J. Cole, რომელიც სეზონის განმავლობაში უფასოდ შეგიძლია მიიღო, ასევე გვყავს Tricky Janet და Frank Byrone და ბოლოს გვაქვს 3 ახალი გრაფიტი სკინი ლეონისთვის, ტუსთვის და ალისთვის. როგორც ხედავთ, ჩვენ ვიკავებთ მობილური თამაშების სცენას ახალი Subway Surfers კოლაბორაციით. ამ კოლაბორაციისთვის ყურადღების მიქცევა მოგიწევთ და ვისჯობია დაუტოვოთ ახსნა თუ არა Subway Surfers-ის community managers. კარგი, გმადლობ, ჰაი, მე ვარ ჰანა. ბოდიში ჩემ კონტრაქტში წერია, რომ ყველგან უნდა ვირბინო. ძალიან ტანჯველია ეს. ჰაი, ჰანა, კეთილი იყო შენი მობრძანება Brawl Talk-ში. ამ ახალ კოლაბში არის Subway Surfers-ის აგონებული ჯილდოები, ახალი სუპერები, სახელად Subway Supers და სრულიად ახალი რეჟიმი, Subway Run. კოლაბორაციის განმავლობაში აგროვებთ რეილს, რათა ააშენოთ საკუთარი ჯილდოების გზა. ხო, ეს სიტყვას ვიტყვით გზა. ძალიან ჭკვიანურია, დიახ, ჩვენ შეგნებულად ასე მოვიქეცით და როცა ააშენებთ ჯილდოს გზას, გახსნით J. Cole-ის skins. რეილის შეგროვებით კი მიიღებთ ღონისძიების ჯილდოებს, მათ შორის ახალ boom box-ებს, რომელიც სავსეა კოსმეტიკით, შეიცავს ახალ გრაფიტის სკინებს და გვაძლევს გარანტირებულ Subway სუპერებს. დიახ, ჩვენ გვაქვს 8 power-up ჩვენი თამაშიდან, რომლებიც მოდიან Brawl Stars-ში Subway სუპერის სახით. ზუსტად როგორც Subway Surfer-ში შეგიძლიათ მათ გააქტიურება და უპირატესობა მოიპოვოთ მათით. როცა ვიჭერთ Subway Supers, გამოჩნდება ეს ღილაკი და გამოიყენებთ ისევე როგორც ჩვეულებრივ სუპერს. ყოველ Subway Supers აქვს 3 დონე. ყოველი დონეს ამაღლებით უფრო ძლიერ სუპერს იღებთ. და ოდესმე თუ გსურდა რომ გენახა ჩაკი ჯანეტის სუპერით ან თუნდაც ედგარი ბაზის სუპერით. მოკლედ, ესენია სუპერსნიკერსი, ხტები ნებისმიერ დაბკოლებაზე და იღებ დროებით ისრაფეს და ფარს. Brawler მაგნიტი მეებრძოლს თქვენსკენ იზიდავს. Hoverboard შეიჯე, გადიხარ დაბკოლებებში, აზიანებ ტრებს და ბოლოს აჩერებ კიდეც. Barrier Trap-ით ჩახერგავ მოწინააღმდეგებს მატარებლის ბარიერით. Jetpack-ი დაფრინავ და ზემოდან ესხმით ტრებს, აფეთქებებ და ანელებ. Fast Track-ი ისრი მატარებლის რელსებს, რომლებიც აზიანებენ და ამ რელსებზე სრიალის ისრაფეს გაძლევს შენ. Stereo Blast-ი აფეთქებ მუსიკალურ ტალღას, რომელიც ტრებს უკან სწევს და გუნდელებს კურნავს. Pogobul გიყვანს მტრისკენ ან კედლისკენ. ამგვარი Subway Supers გასახსნელად უნდა შეაგროვო რილსები და გახსნა boom box-ები. რილსების მოსაგროვებლად კი შენი ბროულერები მოგზაურებენ 4 ქალაქში, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები და საჩუქრებია. მოდი წავიდეთ პირველ კვირაში ქოინების წვიმა. ეს მოდიფიკატორი გაძლევს მეტ მონეტას ყოველი თამაშისთვის, მშვენიერი გზაა პროგრესისთვის. მეორე კვირაში გვაქვს კლუბის ღონისძიება, სადაც შენ და შენი კლუბელები ერთად აგროვებთ რილსებს ჯილდოებისთვის. საკმარის შეგროვების შემდეგ მიიღებთ საბოლოო პრიზს, გრაფიტი ლეონის skins უფასოდ. საჭიროა კლუბში იყო, რომ მონაწილეობა მიიღო. და ხო უცებ თუ კარგ კლუბს ეძებ, მოდი ჩემ კლუბში რასელოდები. ტოპათში ვიყავი ერთ დროს, მაგრამ შურიანებმა დამიშალეს კლუბი და ახლა შექმენი მიავნებდები. შემოდი Lonely გეძებს. ძალიან აქტიურები ვიქნებით, ამიჯერით არ ინანებთ 99k პლუსებს გელოდებით.
შენ ხომ ის კლუბში შედი ბიჭი ხარ, თქვი ეგ სიტყვა თქვი? შედი კლუბში, კლუბი, შედი კლუბში, ეს აუცილებელია. მეგობრებო, თუ კლუბში არ ხართ, რა თქმა უნდა, უნდა შევიდეთ კლუბში. მესამე კვირაში კი მივდივართ ბრაზილიაში, სადაც გამოახალი ბრაულერი მინა. აქ ითამაშება ახალი ბრაულერის ღონისძიებას, რომელსაც მოგვიანებით გიამბობთ. მეოთხე კვირა ბოლოა და ყოველდღიური კონკურსები იქნება. Subway Surfers-ის ღონისძიება Brawl Stars-ში კი აქტიურად ჩაერთვება. ვიცი რომ ყველას გაინტერესებთ რა არის ეს ახალი რეჟიმის Subway Run. გმადლობთ სრულიად სპონტანური კითხვისთვის. Subway Run-ში გვაქვს პირველი ოდესმე Brawl Stars-ის სარბოლო რეჟიმი. ეს არის 10 მოთამაშის შაუდაუნის ტიპის რბოლა, სადაც ყველა თავისთვის არის. მიზანი: ყველა საკონტროლო წერტილის გავლა სწორ რიგში და პირველი ფინიშის გადაკვეთა. მტრების დამარცხება გაძლევს ისრაფეს და აგდებს მათ წინა საკონტროლო წერტილზე. ეს იქნება სეზონის მთავარი რეჟიმი, სადაც Subway Surfers ყოველთვის აქტიური იქნება. ხო, და ნუ მიუახლოვდებით ბატონ გარცის უკან გადაგაგდებთ და მატრიალზე შეგაგდებთ. ამავე დროს Brawl Stars-ში შედის Subway Surfers-ში. Subway-ში გვხვდება სრულიად ახალი რეჟიმი Brawl Stars Showdown-ი, სადაც სერფერებთან ერთად გიწევთ ბრძოლა. შეგიძლიათ გაათავისუფლო 6 სხვადასხვა ბრაულერი Subway Surfers-ში და ახალ რეჟიმში ისინი power-up-ად გამოიყენო. შეგიძლია იბინო როგორც Dynamite, Piper, El Primo, Maxi, Poco და Spike-იც კი. გადაამოწმე კოლაბი მანამ სანამ გაქრება ეს ყველაფერი. ახლა გვაქვს ახალი გზა ბრაულერების გასახსნელად. დიახ, შლით ადრეულ ხელმისაწვდომობას. იმისას რომ ერთი კვირა მხოლოდ მაღაზიიდან შეგეძლოს ახალი ბრაულერის ყიდვა. ახლა ყოველი ახალი ბრაულერისთვის იქნება ბრაულერის გამოშვების დონის ძიება. ამ ღონისძიებებში შეგიძლია გახსნა ბრაულერ ბოქსები. ახალი ბრაულერების მოსაპოვებლად მონაწილეობა ძალიან არტივია. 10 დღის განმავლობაში ყველას ექნება დღეში 3 ბილეთი, რომ ითამაშოს შემთხვევითი რეჟიმის საკუთარი ბრაულერებით ან ახალი ბრაულერების მაქს ვერსიით და ასევე მთელი ღონისძიების განმავლობაში იმუშავებს ეს ყველაფერი. ასევე მთელი ღონისძიების განმავლობაში იმუშავებს სარკის მატჩი, სადაც შეგიძლია ივაჯიშო ახალი ბრაულერებით ბილეთების გამოყენებამდე და ყოველ დღეს შესვლა საჭიროა ბილეთების გასახსნელად. დაიმახსოვრეთ. და თუ გინდა მეგობრებთან ერთად თამაში, მაინც დასჭირდებათ ბილეთები, წინასწარ დაგეგმეთ თამაშები და ყოველი 2 გამარჯვების შემდეგ მიიღებთ ახალ ბრაულერ ბოქს. გამარჯვების რაოდენობა დამოკიდებული იქნება ბრაულერის რეიტინგზე. ეს თემატური ყუთები შეიცავს კოსმეტიკას ახალი ბრაულერებისთვის. პროგრესის ნივთებს და შესაძლოა თავად ახალი ბრაულერი კი დააქვთ მასგან და თუ ხარ try hard-ი შეგიძლია გარანტირებულად გახსნა, მაგრამ ჩვენ უბრალო ადამიანებს ყუთის ღმერთებზე უნდა დავეყრდნოთ და დაუბრუნოთ მაგ ადამიანებს ყუთები. და თუ არ გინდა ლოდინი ეს ყუთები მაღაზიაშიც იქნება ჩვეულებრივად. ვიმედოვნებთ რომ ეს ღონისძიება ყველას მისცემს შანსს ახალი ბრაულერების გახსნაში და თუ არ მოასწრებ ბრაულერის სტარუაჩი გადადის ღონისძიების დასრულების შემდეგ, არ ნერვიულო და პირველი ასეთი ღონისძიება იქნება ახალი ბრაულერისთვის სპეციალურად მინასთვის. ახალი ბრაულერი მინა ის არის მაგარი გოგო, რომელიც აერთიანებს კაპოერისა და break dance. მისი ძირითადი შეტევას ჰქვია კაპოერა კომბო. იგი ასრულებს ან შეტევას გარკვეულ დროში. თუ დროზე ვერ მოახერხებს, კომბო წყდება და თავიდან იწყება. შეტევა 1, შეტევა 2 და შეტევა 3. როგორც ხედავთ, თითოეული შეტევასთან ერთად ოდნავ დეშავს, მაგრამ თვითონ დეშის ზიანს მას არ აყენებს ან მოწინააღმდეგეს. მისი სუპერი კი 3000 აკლებს. მინა ჰაერს ურტყავს ქმნის ძლიერ ხარისხს, რომელიც დიდ ზიანს აყენებს და მტრეებს წინ აქტებს. მინა გამოვა საკუთარი ბრაულერის გამოშვების ღონისძიებაში სექტემბერში, მაგრამ დავრჩეთ ბრაზილიაში და ახალი ქარეთა ბრაულერის სკინებით. ქარეთა სპაიკი, ანიმატრონიკი, მაგრამ მთლიანად დამტრეული როგორც მიტოვებული თემატური პარკები. Crazy Clown Carly, კლოუნით აშთაგონებული, რომლისიც ყველა ბავშვს ეშინია. და ეხლა ახალი ბრაულერი ზიგი. ის არის თეატრალური მაგი, რომელიც ელექტროობას იყენებს თავის ილუზიებში. ცოტა თავშევანილია, მაგრამ პირდაპირ შეუძლია ელვის მართვა. მისი მთავარი შეტევაა თადამ ელვის დამტყმა კონკრეტულ არეში, რომელიც მცირე დაყონების შემდეგ ჩდება და ზიანს აყენებს მოწინააღმდეგეს. მისი სუპერია ზიგის Fantastical Storm, გიგანტური ელექტროქარიშხალი, რომელიც სწრაფად გადაადგილდება არენაზე. უზარმაზარ ზიანს აყენებს და ნელდება მოწინააღმდეგე, როცა შინით მტერი იყოფება. ყველა ამას რომ ზიგის გავხარო, არა, ეს არავის უთქვამსდენი. გახსოვდეს, ეს არაა ფოკუსი, ეს ილუზიებია ზიგისთვის. ეხლა კი ბრაულოვინი. ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ sneak peek მოგცემთ. ამ ღონისძიებაში აგროვეთ კბილეულს და ცვლით პრიზებზე. შეგიძლიათ მაშინ მიიღოთ ფოკუსი ან დაელოდოთ კბილეულს. იქ იქნება მონსტრი ბოსებიც უცნობიდან. თუ მეტი გინდა უყურე შენ საყვარელ კონტენტ კრეატორებს ხვალ, მაგალითად მე მიყურე დღესვე. ასევე გვაქვს ახალი კოლაბი ბრაულოვინზე გამოვა ყველაზე საშიში სკინები Fligu Dr. Crow, Ghost Diver Rico, Vampiri B, ერთის სკინი, Teen Rafsi, Hilly Stigmani და ასევე ახალი ქრომა სკინი კენჯისთვის.
უფასო ბრაულ პასი კი გაძლიერდა, მეტი მონეტა, მეტი კრედიტი და მეტი PowerPoint-ი, რადგან ბრაულერ მასტერი მოიხსნა და როგორც იქნა ესენი მიხვდნენ, რომ ქოინები არასდროს ყოფნიდა ჩვენ. ბალანსში ბევრი ჩანაწერი შეიცვალა და დაემატა ახალიც ბრაულ არენაში. მისტერიები, შეამოწმეს ცვლილებები Realize Note-ში ან კონტენტ კრეატორების ვიდეოებში. რაღაც შორს გარბი ხარ ჩემი ვიდეოებში შეამოწმე. და ახალი ტროფირუად ლოკაციები, Ranger Range, Mike's Mine და Wild West Town-ი. ტიტულების აიქონები კი შეიცვალა ახალ ბეჯებზე. ახლა 1200, 1500 და 2000-ზე მიიღებ ახალ ბეჯებს, რომელიც შეგიძლია Battle Card-ზე აჩვენო. მეტი რეჟიმი კი მუდმივი გახდა, მაგალითად Bounty. და უკვე ყველაფერი შეიძლება დაიკიდრო, რაც ახლა გითხარი, რადგან ყველაზე მთავარი შელის პროფილის აიქონის რემოდელი ძალიან გასხვავებულია, შელი თითქოს ძველს გავს. ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა, მეტი ასეთი ვიდეოებისთვის და Brawl Stars-ის კონტენტისთვის უნდა გამოიწერო ჩემი არხი და ლაიქო ვიდეო და გააქტიუროს არასლაკი და ახლა შეეხება ჩვენს გათამაშებას. აი ეს ემბერის სკინი თამაშდება, დარჩა მხოლოდ 3 დღე. მე ლინკს უკვე ავიღებ და გამარჯვებული ძალიან მალე გამოვლინდება და წესები ნამდვილად ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა გამოიწერო არხი და ლაიქო ვიდეო და კომენტარებში პლუსი დაწერო. საერთოდ გააქტიურებას არ და გავიწყეს. აბა ნახვამდის.